ტრამპის გაპრეზიდენტებამ სულზე მოუსწრო წაქცეულ პუტინს და ის გადაარჩინა. ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად სწრაფია, დიდად ვერც ვეწევით, ვერც ფიზიკურად და ვერც გონებრივად. წარმოიდგენთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე მსგავს ამას ვიტყოდით? ტრამპი რუსეთის საუკეთესო აგენტია. მე სულ უახლოეს წლებში ამ ფრაზის გაგონებაზე გამეცინებოდა. თუმცა ახლა სიტუაცია და არსებული მდგომარეობა სასაცილო აღარ არის. გავრცელებული მოსაზრების თანახმად 1997 წელს რუსულმა KGB-მ მოახერხა ტრამპის გადმობირება. ტრამპი 87 წელს იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც საბჭოთა კავშირის მაღალი თანამდებობის პირებს ხვდებოდა. მისი მიზანი იყო მოსკოვში აეშენებინა ტრამპ-თაუერი და როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებების პროცესში KGB-მ გადაწყვიტა ტრამპთან პირდაპირ თუ ირიბი ფორმით ეთანამშრომლა. მას შემდეგ, რაც ის ვაშინგტონში დაბრუნდა, გადაწყვიტა მიეღო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში მონაწილეობა და კენჭი ეყარა ამერიკის პრეზიდენტობაზე. თუმცა პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ტრამპის კოდური სახელია კრასნოვი. ამ პერიოდიდან მოყოლებული ტრამპის იდეები და პოზიციები დღევანდლის მსგავსია. ის უჭერდა მხარს საერთაშორისო მასშტაბით ნაკლები თანხის დახარჯვას და ექსპანსიონისტური პოლიტიკის შეჩერებას, რაც რეალურად რუსეთის მთავარი თავისტკივილი იყო და ასეთად რჩება დღემდე. ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსია ტრამპის ფინანსების საკითხი. 2003 წელს ტრამპი ფაქტობრივად გაბანკროტებული იყო, თუმცა 2 წლის განმავლობაში მისი ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდებოდა და აქ ჩნდება კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ტრამპის გადარჩენაში უდიდესი როლი ითამაშა რუსულმა ფულმა, რუსულმა ინვესტიციებმა მის კომპანიაში, რისი წყალობითაც არათუ ფეხზე დადგა ტრამპი, არამედ მწვერვალების დაპყრობა დაიწყო. 2016 წელს დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის 45 პრეზიდენტი, რაც მსოფლიოსთვის ერთგვარი შოკი იყო. ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი, დიპლომატი ფიქრობდა, რომ ტრამპის არჩევაში დიდი როლი ითამაშა რუსული ძალების პირდაპირმა თუ ირიბმა მონაწილეობამ. ტრამპი 2019 წელს უარყოფდა ნებისმიერი სახის თანამშრომლობას რუსეთთან, თუმცა 6 წლის შემდეგ ყველა ეს ეჭვი კვლავ აქტუალური ხდება. ტრამპისვე პოზიციებიდან გამომდინარე. ტრამპი კლასიკური KGB-ით რუსეთის აგენტი რომც არ იყოს, ის ნამდვილად საუკეთესო აგენტის ჯილდოს იმსახურებს და ნამდვილ ჭეშმარიტ აგენტს შეშურდებოდა მისი შედეგების. რატომ? მოდით რამდენიმე ფაქტი განვიხილოთ. პუტინსა და სხვა ავტორიტარი მმართველების მუდმივი ქება დიდ პატივს სცემს ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის, უნგრეთის, საუდის არაბეთის ლიდერებს. დიდებულ ლიდერებად თვლის მათ და სურს მათი თანასწორი და შესაძლებელია მათზე ზემდგომიც იყოს. მუდამ ისმის მოსაზრებები, რომ ტრამპის ფავორიტი ლიდერი სწორედ ვლადიმერ პუტინია და მის მიმართ ყველაზე მეტად იჩენს პატივისცემას. რუსეთს არ მიიჩნევს მეტოქედ, თუმცა ამერიკის საგარეო პოლიტიკის არსებული მიდგომის გამო გარკვეულ საკითხებზე მაინც უწევს ხისტი ზომების მიღება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ცდილობს რუსეთის დამარცხებასა და მისი ასპარეზიდან ჩამოშორებას. ტრამპი ძველ ყაიდას მისდევს. იმ პერიოდის პოლიტიკას და იმ პერიოდის პოლიტიკოსობანას თამაშობს, როდესაც მსოფლიოში 2 ან 3 დიდი ძალა იყო და თავიანთი სივრცეები ჰქონდათ გადანაწილებული. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ რუსეთს აქვს თავისი გავლენის გავრცელების ზონა, ჩინეთს თავისი და ამერიკას თავისი. პირველ ვადაში ერიდებოდა ტრამპი ხისტი მიდგომის გამო გამოვლენას და გამოყენებას პარტნიორი ქვეყნების მიმართ და მით უმეტეს არც ახლა ერიდება. ტრამპი თვლის, რომ ყველა ქვეყანას ამერიკის ვალი აქვს და ყველა ქვეყანა იყენებს მისი ქვეყნის რესურსს. ისე რომ ამერიკა ამის აგებას არიებს. აქედან გამომდინარე, მუდამ მოთხოვნებს უყენებს ყველას და ბოლო პერიოდში პირდაპირ KGB-თ ეკონომიკური ომი წამოიწყო თითქმის ყველა პარტნიორ ქვეყანასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მექსიკის წინააღმდეგ, კანადის წინააღმდეგ და ევროკავშირის წინააღმდეგაც კი. ეს ქვეყნებიც გაერთიანებებიც მათ შორის შესაბამისი ზომების მიღებას ამზადებენ და აპირებენ კიდევაც. რითაც მრავალწლიანი სტაბილური პარტნიორობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გარდა ეკონომიკური ალიაკოტისა, ტრამპი მნიშვნელოვან უკუსვას აჩვენებს სამხედრო კუთხითაც. იმუქრება ნატოს დატოვებით. პენტაგონის გაწმენდით არის დაკავებული და ათასობით ადამიანი უკვე გაუშვათ სამსახურიდან. ტოვებს სირიას, საბერძნეთს, სურს გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული ნაწილების შემცირება და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულება იწვევს უნდობლობას პარტნიორ ქვეყნებში. მთავარი პრობლემა და მთავარი შეშფოთება უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია. უკრაინას შეუჩერეს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება რამდენიმე დღით. შეუწყვეტეს უკვე დამტკიცებული იარაღის მიწოდება ასევე რამდენიმე დღით. ოვალურ კაბინეტში ომში მყოფ პრეზიდენტს პატარა ბავშვით თუქსავს უფრო სწორად ცდილობს, თუმცა სრულიად საპირისპირო რამ მიიღეს საბოლოოდ ამერიკელებმა უკან. მოგზაურობს პარტნიორ ქვეყნებს ამერიკული წარმოების იარაღის გამოყენებას, მიწოდებას, მიყიდვას სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის და ასე შემდეგ. ამ პროცესმა ყველა პარტნიორ ქვეყანა დააფიქრა იმაზე, რომ აშშ-ს არასტაბილურობის იმედად ვეღარ იქნებოდნენ. ამიტომ ძალიან მოკლე დროში ევროპული სამხედრო ინდუსტრია კვლავ საქმეში ჩაერთო. ცდილობენ ამერიკული F-35-ის ნაცვლად სხვა ევროპული ვერსიები მოძებნონ და სადაზვერვო ინფორმაციის აშშ-სთან გაზიარების საკითხს მეტნაკლებად ზღუდავენ.
ასევე ამერიკული დიპლომატია რადიკალურად შეიცვალა და გაეროს რეზოლუციაში აშშ-ის ადგილი მოიძებნა იქ, სადაც ჩინეთი და რუსეთია. ბუტაფორიული მშვიდობის გამო აშშ თანახმა უკრაინამ დათმოს ტერიტორიები, ევროპას შეიქმნას რეალური საფრთხე. რუსეთმა გაზარდოს გავლენის სფეროები და ფაქტობრივად თავდაყირად დადგეს მთელი დემოკრატიული სამყარო და მიეცეს გასაქანი ავტორიტარულ რეჟიმებს. ამის კარგი მაგალითია ერდოღანის ქმედება. იხელთადროდა მთავარი ოპოზიციონერი იმამოღლუ კონსტანტინოპოლის ორჯერ არჩეული მერი მოგონილი ბრალდებების საფუძველზე დააკავა. ტრამპი არის მეს პარტნიორი ქვეყნების შეშფოთებას ფშიშ და ენდობა პუტინს. მისივე განცხადებები ცხადყოფს ამას და მისი გარემოცვაც ფიქრობს, რომ პუტინს ტრამპი მართლა ენდობა. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არც ერთ პარტნიორ ქვეყანასთან არ აქვს მშვიდი და ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორც მანამდე ჰქონდათ ქვეყნებს. ეს კი ხელს უწყობს ანტიამერიკანიზმის მოძრაობის კვლავ გაღვივებას, რაც ევროპას ისედაც ძალიან ხშირად და დიდი დოზით ჰქონდა. ზოგჯერ მინერდებოდა, ზოგჯერ საჭირო იყოს იჩუმე, მაგრამ ყოველთვის არსებობდა ანტიამერიკული განწყობები. ფაქტია, ტრამპი არის თუ არა რუსეთის აგენტი, აკეთებს ყველაფერი იმას, რაც რუსეთს და პუტინს მოეწონებოდა, რაც რუსეთის კგბ-ს აგენტს ესიამოვნებოდა და მიზნად დაისახავდა. დღეს დემოკრატიული სამყარო თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს. დღეს ასპარეზზე რადიკალური ძალები ჩნდებიან და ცდილობენ თავიანთი ძალაუფლებისა და ძალის მაქსიმალურად გამტკიცებას. ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ. თავი არის ის, რომ არ დავნებდეთ. ვიბრძოლოთ იმისთვის, რითიც გვჯერა და შედეგი აუცილებლად გვექნება. დემოკრატია საუკეთესო მმართველობის ფორმა არ არის, თუმცა მას საუკეთესი ჯერ ვერავინ ვერაფერი გამოიგონა.